მოგესალმებით, თითოეულ თქვენთან გასულთმესი მადლობა იმის, რომ გამოწერილ ტექსტს შემიარხე, იმისთვის, რომ ლაიქებთ და კომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. დღევანდელი გაშლა მინდა გავაკეთო რუბრიკა რა იყო, რა არის და რა იქნება. დიდი ხანია არ გამიკეთებია და გადავწყვიტე, რომ დღეს რაღაცნაირად გავაკეთოთ ეს გაშლა და ნახოთ. ხდება პირველ რიგში თქვენს ურთიერთობაში და მერე რა თქმა უნდა რა მოხდება, ხო? ჯერ გიპოვით თქვენ და თქვენს პარტნიორს. ნახოთ, რა ხართ თქვენ და თქვენი პარტნიორი. რაღაც როგორც ჩანს, ბევრი გაურკვევლობები იყო, ბევრი მითქმა-მოთქმები იყო. შეიძლება ახლა კონტაქტზე არ ხართ ურთიერთობაში, რაღაც ბევრი პრობლემებიდან გამომდინარე, რაღაცა თითქოს დრო ძალიან დიდი ხანია გასული, მაგრამ აი ესეც მამაკაცი ამოვიდა და ნახოთ აბა თქვენ სად ხართ. თქვენც მოგწონდით უკვე. კი ბატონო. საკმაოდ დიდი პერიოდია გასული, აქ როგორც ჩანს, ურთიერთობა ცოტა არ იყოს და არ გაქვთ ახლა ამ ეტაპზე არ ხართ ურთიერთობაში. დავიწყოთ ესე იგი, თქვენი პარტნიორი რა ენერგიებშია. ადამიანი აშკარად იყურება თქვენსკენ, იყურება იმ გზებისკენ, რომელიც თქვენამდე მოდის, ხო? აქამდე თუ ეს ადამიანი თავის ეგოს იქმოყოფილა და თავის თავზე იყო ორიენტირებული, ახლა რატომღაც ეძებს იმ გასაღებს, რომლითაც მოახერხებს თქვენთან დაბრუნებას, მოახერხებს თქვენთან მოსვლას და რაღაცნაირად შეძლებთ ალბათ ურთიერთობის აწყობას, ხო? იმიტომ რომ ნახეთ, თქვენ რა ენერგიებში ხართ, აშკარად თქვენც იყურებით ამ ადამიანსკენ. დასტაშლისი ამოვიდა, რომ თქვენ და თქვენი პარტნიორი ერთმანეთს უყურებთ, ხო? რაღაცა შეიძლება თქვენ არ უყურებთ ესე აქტიურად დაბრუნდება, არ დაბრუნდება ეს მომენტს, მაგრამ რაღაც მომენტში გაქვთ იმის განცდა, რომ აი რატო მოიქცა ესე, რატო მოვიმკის, რაც არადა თქვათ ვაკეთებდი მისთვის ყველაფერს საუკეთესოს, მისთვის ყველაფერი მინდოდა და ყოველთვის მქონდა დრო, ხო? აი რაღაცა თქვენ უფრო იცით როგორი მომენტი არის ეს ადამიანი თუ იმას ფიქრობს, რომ როგორ მოვიდეს თქვენამდე, თქვენ უფრო გაქვთ ის მომენტი, რომ აი რატო გააკეთა ეს ყველაფერი და რისთვის მოხდა ეს ყველაფერი, ხო? თქვენ უფრო თითქოს ჩახურვას აკეთებთ ამ სიტუაციის გაანალიზების ჩახურვას, ხო? რაღაცნაირად აშკარად სხვა ეტაპის იწყებთ, როგორც ჩანს ცხოვრების და ნახეთ როგორი მომენტი, აი სხვა ეტაპის დაწყებასთან ერთად განიხილავთ იმ ყოფილ ურთიერთობას, რომელიც თქვენ შორის იყო. სად დაუშვით შეცდომა, დაუშვით თუ არა საერთოდ შეცდომა, რა იყო, როგორ იყო და აი რაღაცა ამ ყველაფრის გადაფასებას აკეთებთ, ხო? ნუ აი რაღაც ესეთი მომენტი. აქ აშკარად ადამიანები ცოტა არ იყოს და კონფლიქტურ სიტუაციაში არიან, ან უბრალოდ რაღაცა არ არიან კომუნიკაციაზე, ისე როგორც უნდა იყვნენ. ნუ ნახოთ აბა. ყოველ შემთხვევაში ესე ჩანს ამ ეტაპზე. ნახოთ. რა იყო თქვენ შორის, რა არის და რა იქნება. რა იყო. რა იყო თქვენ შორის? რა იყო? დღესდღეობით რა არის? ნამდვილად არ გაქვთ დღესდღეობით კავშირი და კომუნიკაცია და რა იქნება? ნახეთ, დავიწყოთ რა იყო. თქვენს ურთიერთობაში აქ არის ესეთი მდგომარეობა, სადაც ადამიანები
იწყებდნენ თანაცხოვრების მდგომარეობას, ხო? ნახეთ, აქ შეიძლება იყოს ის მომენტიც, რომ დაოჯახებული წყვილის დასრულება იყოს და რაღაცა ოჯახური სიტუაციის, მაგრამ აი უფრო რაღაც ის მომენტი მოდის, რომ აქ თითქოს იწყებოდა ის ურთიერთობა, რომელიც ქვია ოჯახი, ხო? რომელსაც ქვია ოჯახი. აი, თქვენს ურთიერთობაში რა იყოს, ვიტყვი ესე, რომ იყო ხელისთხოვნაც, იყო ოჯახზე ფიქრით, იყო ბავშვების სახელების შერჩევაც, იყო ბედნიერი მომენტები, რაღაცა ერთად შრომის მომენტები, ერთად მუშაობის მომენტები, ერთმანეთისთვის, ესე ცალ-ცალკე არა, ერთმანეთისთვის, ესე რომ ვთქვათ, რაღაცა ახალი ბედნიერების საწყისი. სადაც რატომღაც მოხდა დასრულება, მოხდა გაჩერება სიტუაციის და გაურკვევლობა. შეიძლება ითქვას, აი მოწმენდილცაზე გაურკვეველი დაგტოვათო, აი ეს რაღაცა მომენტიც იყოს, ხო? რაღაცა გუშინ გეგმავდით, რომ ხვალ, რა ვიცი, ერთი თვის მერე თუ ორი თვის მერე ჩვენ გვექნება რაღაც ქორწინება, გვექნება ურთიერთობა, გვექნება რაღაც მომენტები, ხო, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის უკვე რაღაცა ერთმანეთის სიყვარულით. მაგრამ ადამიანი უცბად რაღაცა აბსოლუტურად შეიცვალა და რაღაცნაირად თან იცით რა არის დასრულებასაც ხო გააჩნია რაღაცა პერიოდულად რომ მიდის და უკან იხევს ეს სხვა მომენტი. აი თითქოს დილას გავიღვიძეთ და всё, ჩვენი ურთიერთობა აღარ არსებობს. არც ყოფილა არაფერი, აი რაღაცა ესეთი მომენტი. რა ხდება დღესდღეობით? დღესდღეობით თითქოს ერთმანეთის მიმართ გააქვს დაკვირვებები. ნახეთ, გითხარით, რომ თქვენ შეიძლება წარსულში გინათ ამ ყველაფრის მოტოვება და მაგრამ ადამიანს კვლავ დაბრუნების მომენტი, ხო? დღესდღეობით რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, თქვენს ურთიერთობაში? თქვენს ურთიერთობაში არის შორი დაკვირვებები ერთმანეთის მიმართ, მაგრამ არის დასრულებული მდგომარეობა, დამთავრებული სიტუაცია, მაგრამ ნახეთ, რაღაც მომენტში აქ თითქოს მაინც არის იმისი შანსი, რომ რაღაც გასაღები ვიპოვოთ და შევძლოთ ურთიერთობის განახლება. ნახეთ რა მომენტი არის აქ. დღესდღეობით შეიძლება იყოს ისეთი მომენტი, რომ აი ადამიანი გვერდიდან გიტრიალებდეთ, ხო? აი წავიდა და დასრულდა ხო ურთიერთობა, მაგრამ ატყობთ, რომ თქვენ სიახლოვეს გამოჩნდა, თქვათ, მისი სამეგობრო წრე. თქვენ სიახლოვეს გამოჩნდა მისი ოჯახის წევრები, ან თქვენ სიახლოვეს გამოჩნდა ისეთი სიტუაციები, რომელიც გინდათ არ გინდათ ამ ადამიანთან გაკავშირებთ, ხო? რაღაცა საით წახვიდეთ. აი ეხლა ამ ეტაპზე თქვენი ენერგიები რაც ამოვიდა თქვენის და მისიც, ხო? ერთმანეთზე ფიქრის, ერთმანეთზე დაკვირვების და ერთმანეთზე გაანალიზების ის გასაღები იპოვოს და თქვენ დაასრულოთ, ხო? რაღაცა ახალისკენ წახვიდეთ. აშკარად ორივე ცდილობთ, რომ კავშირი გქონდეთ, ესეთი გონებრივი, მე მგონი, რაღაცა ხან ის ჭდება და თქვენზე ფიქრობს და მოდის თქვენამდე იმპულსები, რომ ეს ადამიანი ფიქრობს თქვენზე და გაქვთ ეს განცდები, ხან იმ ადამიანს, ხო? რა ხდება კიდე თქვენ შორის და არის იცით როგორი მომენტი. შეიძლება ვიღაცებთან უკვე აი მინიშნებებით გამოჩნდა ეს ადამიანი, რაღაცა მინიშნებებს აძლევს იმისას, რომ უნდა გამოჩენა რაღაცის ახსნა, რაღაცის შეცვლა, ხო? რაღაც ესეთი მომენტი არის. და რა იქნება? რა იქნებასთან მიმართებაში გეტყვით ესეთ რაღაცას. ნახეთ, კი, შეიძლება რომ გამოჩნდეს ეს ადამიანი და რაღაცნაირად ცოტა ისეთი ტრანსფორმაციული მომენტი მოახდინოთ და შეძლოთ ურთიერთობის აწყობა. მაგრამ აქ ძალიან დიდ მნიშვნელობა აქვს იმ მომენტს, რომ ისევ ტყუილში არ გაიხვეთ, ისევ მის მანიპულაციებში არ გაიხვეთ და დასრულებული წიგნი თავიდან არ გადაშალოთ, წასაკითხად და არ აღმოჩნდეს, რომ წაიკითხავთ, მოგინდეთ გაქცევა.
რა იქნება ეს მომენტი, აქ არის როგორი მომენტი, იცით რომ თქვენ შეიძლება ცადოთ ურთიერთობები, რაღაცა ახალი ეტაპით მისცეთ ცხოვრებას, მაგრამ მესამე ადამიანები მაინც იარსებებენ. მესამე პირები მაინც იარსებებენ თქვენს ურთიერთობაში და ყოველთვის ექნებათ იმის განცდა და იმის სურვილი, რომ თქვენს ურთიერთობას რაღაცა, როგორ გითხრათ, ჩირქი მოცხონ, ხო, რაღაცა სულ გქონდეთ მიზეზი სალაპარაკო, სულ გქონდეთ მიზეზი რაღაცა წაგკბინონ, ხო? აი რაღაც ეს მომენტი არის აქ. აშკარად, იცით როგორი რაღაცა, აი კარგად უნდა დააკვირდეთ იმ მდგომარეობას, თუ ვინმესთვის მნიშვნელოვანი ამ ადამიანის დაბრუნება, იმიტომ რომ თქვათ, მას უნდა კარგად დააკვირდით იმ მდგომარეობას, რომელიც აქამდე იყო, ხო? ანუ თქვენი ურთიერთობა როგორც იყო. იმიტომ რომ იქ არის ნიუანსები, რომლითაც ზუსტად მიხვდებით, რომ ეს ადამიანი გინდათ დაიბრუნოთ თუ არ გინდათ დაიბრუნოთ. მოდით ერთზე ვკითხოთ, აბა რა არის ეს ნიუანსი, იმიტომ რომ ძალიან რა არის ეს ნიუანსი? ხო, ну აი ნახეთ, ეს ნიუანსი არის ის, რომ თქვენ იმდენად მიჯაჭვულობაში იყავით, იმდენად შიშებში იყავით, იმდენად რაღაცა სულ სტრესში იყავით ამ ადამიანთან ურთიერთობის დროს. ან ნახეთ, მე იმას არ ვწახე, რომ კი, ბედნიერების მომენტი ქონდათ, ოჯახის შექმნა გინდათ, კი ბატონო, მაგრამ ნახეთ, შეიძლება ქონდა ამ ადამიანს ისეთი ნიუანსები, რომელიც თქვენთვის მიუღებელი იყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გიყვარდათ, თვალს ხუჭავდით, ხო? შეიძლება თქვენთვის რაღაცა ამ ადამიანის ქმედება, თუნდაც ნახეთ ესეთი მომენტი, რომ გაბუტვები უყვარდა, ხო? აი თქვენთვის მიუღებელია თქვათ გაბუტვა, რა ხდება, ხო, ურთიერთობაში გაბუტვა და ეგეთი მსგავსი ქმედებები. გავაანალიზოთ და გავერკვიოთ, ხო? მაგრამ იმდენად გქონდათ სიყვარულის მომენტი, რომ აი ამ გაბუტვაზე ხუჭავდით თვალს და თქვენ გავდით ნაბიჯს ამ ადამიანს. ამიტომ ეცადეთ, რომ კარგად გადახედოთ თქვენთვის რა არის, თუმცა აქ არის იმის მომენტი, რომ ეს ადამიანი აუცილებლად პირდაპირ ესე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ადამიანი გამოჩნდება თქვენთან, აუცილებლად გამოჩნდება. 3 დღეში, 3 კვირაში, ახლა 3 თვე უკვე ძალიან ბევრია, ალბათ სადღაც 3 კვირაში უფრო გამოჩნდება ეს ადამიანი თქვენთან, ან 3 რიცხვში, ხო, ან 23 რიცხვში, ან 30-ში, ხო, ეს სამიანი, სადაც უღრევია, აშკარად ეს მომენტი ძალიან ისე მომდის. და ნახეთ, შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ალბათ მზად უნდა დახვდეთ რა გინდათ და როგორ გინდათ, ხო? კი, თქვენთან არის იმის შანსი, რომ განახდეს კიდევაც ურთიერთობა, რაღაცა შეიცვალოს მდგომარეობა, მაგრამ გაითვალისწინეთ ის ადამიანები, რომლებიც აქამდეც ერეოდნენ თქვენს ურთიერთობაში, აქამდეც ჰქონდათ ჭორები, ეხლაც რაღაცნაირად ატრიალებენ მომენტებს, ეს ადამიანები ყოველთვის იქნებიან თქვენს ცხოვრებაში და თქვენ რამდენად შეგიძლიათ და გინდათ ამ ადამიანთან გაუძლოთ, ეს მეორე მომენტია, ხო? თვითონ ეს ადამიანი ცოტა ისეთი მელაკუდა ადამიანია, რომელსაც შეუძლია მარტივად, ნახეთ, ადვილად იმდენად კარგად გიცნობდეთ და იმდენად კარგად იცოდეს თქვენი ფსიქოლოგია, ხო, რომ მარტივად შეეძლოს თქვენით მანიპულირება, მარტივად შეეძლოს თქვენს ემოციაზე, რო იტყვიან რაღაცა წერტილის დასმა, რაც მერე უკვე თქვენ შეიძლება ითქვას, რომ ცოტა ისეთი სავალალოდ არ აღმოჩნდეს, ხო? ამიტომ აი ესეთი სიტუაცია რა იყო, რა არის და რა იქნება, იყო ბედნიერება, დაენგრა, დღესდღეობით ცდილობა არის იმის, რომ მოვიდეს თქვენამდე და იქნება ის მომენტი, როდესაც ეს ადამიანი გამოჩნდება და იქ უკვე რო გამოჩნდება თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, საით გადაიყვანთ ამ სიტუაციას, საით წაიყვანთ ამ ურთიერთობას და როგორი მიმართულებით მისცემთ, ხო, ამ ყველაფერს რაღაცა ეს მომენტი არის. მოკლედ, აშკარად ბრუნდება ვიღაცა ადამიანი. მე წარმატებულ ურთიერთობას გისურვებთ, ბედნიერებას გისურვებთ, მეთქვას, რომ ყველა ადამიანს თავისი მეორე მე ყოველთვის ყავდეს გვერდით. ბედნიერება თქვენ.